Სამომშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო და ძვირფასო რადიო მსმენელო მოგესალმებით. ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი. ეს კი გადაცემა პირისპირ მე ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე გახლავართ. ჩემი გადაცემისთვის უჩვეულო დღეს და უჩვეულო საათს ხვდებით ეთერში, მაგრამ ამჯერად გამონაკლისი, იმიტომ რომ ხუთშაბათი გუშინ იყო, წეს ხუთშაბათს უნდა გასულიყო ჩემი გადაცემა. მე რა თქმა უნდა მინდა მოგილოცოთ უკვე დამდგარი 2016 წელი. შობა მინდა მოგილოცოთ, წარმატება გისურვოთ, ბედნიერება, ჯანმრთელობა, ღვთისმსწავლობა არ მოკლებოდეთ და არც ცოტა იღბალი გვაწყენდა, არც მე, არც ჩემს სტუმარს და არც ჩემი გადაცემის მაყურებელს შინ და გარეთ. ამ შინ და გარეთში გულისხმობ ჩვენს მშობლიურ ქვეყანას და რა თქმა უნდა ჩვენს ემიგრანტებს, რომელსაც კიდევ ერთხელ მივესალმები ჩემი გადაცემის სახელით და მათი მაყურებლის სახელით. სადაც არ უნდა იყოთ, არ აქვს მნიშვნელობა, ამერიკაში, იტალიაში თუ საბერძნეთში, ყველგან ჩვენები ხართ და ჩვენიანები ხართ. კიდევ ერთხელ მინდა ღრმად პატივისცემით მოგეფეროთ და მოგილოცოთ დამდგარი 2016 წელი და ისეთი წელი გქონოდეს თქვენო ჩამოსვლა მოგინდებათ და დაბრუნება ჩვენს ქვეყანაში. მოკლედ დღევანდელი ჩემი გადაცემა პარასკევს გადის, მაგრამ მე შეგახსენებთ, რომ ყოველ ხუთშაბათს ტრადიციულად 5:30-დან ვიქნებით ხოლმე ეთერში. რაც შეეხება ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარს, დაანონსებული მყავს ეს კარგი ადამიანი, ის მეკლეა, მოდი ასე ვთქვათ, ჩემი გადაცემის კომპოზიტორი, ჩემთვის უსაყოლესი ადამიანი, იმიტომ რომ მე ვიდრე კარგ კომპოზიტორს დაუძახებ მას, კარგ ადამიანად და კარგ კაცად უფრო მოვიხსენიებ და შემდეგ ყველაფერი დანარჩენი ბატონი ზურა ჩინჩალაძეა, ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარი და საღამომშვიდობისა ზურა ბატონო უპირველეს ყოვლისა. საღამომშვიდობისა ჩემო ბესო და მეც მინდა მივულოცო ჩემს ერს, ჩემს მოქალაქეებს, ყველა ვინ რომელი ერით ცხოვრობს, ახალი წელიც და შობას. რა თქმა უნდა. მოდი ჩვენ პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომერი გამოვაცხადოთ. თუ გნებავთ, თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ ჩვენ საუბარში 2-388-105, ეს ჩვენი ტრადიციული ტელეფონის ნომერია. ის ეკრანზეც გამოისახება 2-388-105 და შეგიძლიათ დაგვირეკოთ. ზურა ბატონო, მე საზოგადოებას ხა კიდევ ერთხელ გავაცნობ თქვენ თავს, ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცნობენ თქვენს და თქვენ შემოქმედებათაც, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებდა ეს კლასიკოსი კაცი ამ საესტრადო მუსიკაზე რო გადმოერთეთ, როგორ გძნობ თავს ამ საესტრადო მუსიკაში, ძალიან მაინტერესებს. ეხლა ისე ღამურასავით ვარ. კლასიკოსებთან არა ვარ, არც ესტრადნიკებთან. ჩემთვის ვარ და ღამურასავით გამოვედი. არც იქით კლასიკოსი ვარ, მაგრამ არც იქით ვარ, არც იქით. კლასიკოსის ფორმატში და იმიტომ არ მიყვარს გამოჩენა, რომ მე იმას არ ვაკეთებ, რასაც უნდა ვაკეთებდი. რაც გული და სული რაც მინდა რომ წერო, იმას მაგრამ ხო, აი გუნდა მეთქვა. თქვათ რომ და წერ იმ კლასიკურ ნაწარმოებებს, მაგრამ არ ჩანს ასე იმათ ეს კლასიკურ ნაწარმოებები. ხო. რატო? არ არის მოდაში ჩვენთან ეს თუ რატო? არა, სხვათა შორის არც სოფლიოში, აი ესპანეთში ვიყავი და მაგაზე ვისაუბრებთ ახლა ჩვენ აუცილებლად. ხო და ჯობიაო რომ იყოსო ესტრადაო და მე მიაპარებო ნელ-ნელაო კლასიკასაც და ესტრადა უფრო პოპულარულია. ერთადერთი ქვეყანა მე მგონი გერმანია, რომელიც და რუსეთიც პატივს. გერმანია, ავსტრია, სადაც ვიждებიან კლასიკურ მუსიკაზე. არა, ჩვენთანაც ხო პატივსცემენ? არა, პატივსცემენ. თუმცა პოპულარული არ არის. პოპულარული არ არის. აი ხა ახსენე ესპანეთში ვიყავითო, ზურა ბატონო, მაინტერესებს რატო იყავი ესპანეთში და რა საკეთებდი, რა ხდება? უპირველეს ყოვლისა რაღაც ჩემ ფირმამ ხელშეკრულება დავდე ესპანურ ფირმასთან რაღაც ისეთი კონცერტები რო ვატაროთ ამ წელიწადში. სახელოვნებო საქმეს ეხება. კი, საკონცერტო ის რომ მარტო მე კი არ ვიარო და ჩვენი მომღერლები ჩავიდნენ, ჩვენი ახალგაზრდები, ჩემი თაობის ძველები. ძველგაზრდები. რომ ხელი მოვაწერეთ იმაზე რომ ანუ რაღაცა კაი საქმე დაიწყე ხა როგორც ისე ორი დღე იყო, მაგრამ შობამდე ვიყავი იმათ კათოლიკების შობამდე ვიყავი, ჩემ მეგობარებთან, მხატვრებთან ვიყავი. და კონცერტი ჩატარდა? არა, ეს ხელშეკრულება დავდეთ. ანუ უბრალოდ გაფორმდა რაღაცა რომელიც ითვალისწინებს. ხელშეკრულება მადრიდში დავდეთ და მე ორი კვირა ვიყავი ზუსტად. იქ ესპანეთი არის, ძველი ისტორიის, რა თქმა უნდა, ქვეყანა და ვათვალიერებდით სხვადასხვა ქალაქებს და მე მეორე თუ მესამე შევედი კიდევ იმ პრადოში, იმიტომ რომ პრადო ჩემი მთელი მხატვრობის
იქ არიან გოია და ლეონარდო და ვინჩი და ნუ იქ კიდე უკმაყოფილო დარჩი. კიდე მინდა იქ. გასაგები, ანუ ამჯერად ეს არ იყო საქმე, ეს იყო საქმიანი ვიზიტი, მაგრამ ის იყო 3 დღით, მაგრამ მე უნდა წამოსულიყავი, მაგრამ მეგობრებთან გავატარე და მე ვიყავი ბარსელონაში. რა სიტუაციის შეშეკულება ბოდიში ზურაბატონო ქართველი მომღერლების არა, რომ ჩვენ ვატაროთ კონცერტი ქართველი ემიგრანტებისათვის. ქართველებისგან დაკომპლექტებული? კი, ჩვენ ქართველები ჩავიდეთ ჩვენ ქართველებთან. და რომ არ დაკარგონ ენა, კიდევ გეუნებით ამზაფხულს ვიყავი, კიდევ საბერძნეთში ძალიან კარგად მიმიღეს, ძალიან კარგი კონცერტი ჩატარდა. რომელ ქალაქში იყავით? ათენში. და ბავშვი ავიყვანე ხელში და ნუ ქართული არ ვიციო და გული დამწყდა როგორ. არ მახსოვს სახელი და გვარი და რატო უნდა კი მე ვიცახი რომ მე მაგალითად სხვაგან ვერ ვიცხოვრებ ეხლა რომ წავიდე და მე ხან ამერიკაში ვარ ხან იქ და მე ვერ დავჩები ვერსად და ვერ ვიცხოვრებ მე უნდა ვიცხოვრო აქ მაგრამ იმ ადამიანების რა თქმა უნდა ცხოვრება მე არ ვამბობ რომ მიბმული იყო ძაღლებით შენ ქვეყანას და ის უბრალოდ ეს არ არის რომ რაღაცა საფლავი იყო და ელოდებოდი როდის მოვიდე სად იცხოვრი იქ მაგრამ ნუ დაკარგავ ამ ქართველობას კარგი მისია ებრაელების რა არის კარგი რა მიყვარს ებრაელების არ დაკარგეს არა 26 საუკუნე არც არა დაკარგეს არც სარწმუნოება არც არაფერი დაკარგეს მიუბაძოთ ჩვენს კარგი მისია აგიღია თქვენ თავზე წარმოტევებს გისურვებთ და სიამოვნებით შემოგიერთებით მაგ მისიის განხორციელებაში როგორ და რანაირად შემოგიერთებით მოდი ჩვენ რამდენიმე წუთის შემდეგ ვნახოთ უფრო ზუსტად კიდე 4 წუთს ნახევრის შემდეგ მე მინდა ჩვენს მაყურებელს შევთავაზოთ თქვენი ერთი საავტორო სიმღერა თქვენივე შესრულებით და იცი რა არის მოდი მე ვიტყვი რომ ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერების პლეილისტში შედის ეს და თავად კარგად იცი იმიტომ რომ სადაც მოხვდებით ხოლმე ეს იქნება მეგას დაჯილდოება თუ ნებისმიერი სხვა საქონლო კონცერტი იქ ამ სიმღერის შესრულებას გთხოვ ხოლმე ყოველთვის მაყურებელს შევთავაზებ საოპერატორში ვთხოვ მოამზადონ ნომერ პირველი სიმღერა ნოსტალგია ქვია ხო შორს ემიგრანტის ნოსტალგია ეს არის ნინო სირბილაძის ტექსტი ტექსტზე დაწერილი თქვენი მუსიკა შესაბამისი იქნება მოდი ვნახოთ და დავბრუნდეთ 4 წუთში აქ გაზაფხული გვიან მოდის წვიმები მხლიან ბავშვობის ხანა დაიჩემეს სიზმრებმა ბინად ვეღარ ვიხსენებ იმ გოგონას სახეს უცნაურს მე რომ მიყვარდა იქ წარსულში საოცრად წინა ახლა რა ხდება ჩემს ქუჩაზე მეტავ თენდება ალბათ ყვაფენილს მოფენია წითელი ვარდი ალბათ ის ლოთის თხლაჩაცმული გამლელებს ლოცავს და არაშინებს არეული შეშლილი მარტი როდის მე გულით კიდევ მოგისმე საყვედურსაც მოგითმე სიმღერასაც მოგიმღე და მოდი დღეს არ მოგიხდი ბოდიშსმე და მლამას მოდინზე მოვალ როდისმე აქაულ ხერს არც ჩურჩული არ შეუძლია არც ეს ბუჩქები ინახავენ პირვანდელ კოცნას გულის სიღრმეში მეშინია რომ უცაბე და არ გათენდება დაერტილით მზე არა მოვა ახლა რა ხდება ჩემს ქუჩაზე ნეტავ თენდება ალბათ ყვაფენილს მოფენია წითელი ვარდი ალბათ ის ლოთის ხლაჩაცმული
გამულელებს ლოცავს და არაშინებს არეული შეშლილი მარტი როდის მე გულით კიდევ მოგისმე საყვედურსაც მოგითმე სიმღერასაც მოგიმღე და მოდი დღეს არ მოგიხდი ბოდისმე და მლამას მოდილზე მოვალ როდისმე როდისმე გულით კიდევ მოგისმე საყვედურსაც მოგითმე სიმღერასაც მოგიმღერ და მოდი დღეს არ მოგიხდი ბოდისმე და მლამას მოდილზე მოვალ როდისმე ალბათ მოგისმე მე ისევ ნატრობ დაბრუნებას მაგრამ არ ვიცი უფლისნება ალბათ მოვალ როდისმე დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ზურა ბატონო და აი ხა მე გახსნილი მაქვს აქ შეტყობინებების გვერდი ჩვენთან Facebook-ზე და უამრავი შეტყობინება მოდის, რა თქმა უნდა, მაყურებელსაც ჩვენს გილოცავი ნახატებს გეფერებიან და აი სოფოს განსაკუთრებული მესიჯი მინდა ამოვიკითხო, ესე იგი ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა, რომელსაც მე უსმენ ხოლმე და ძალიან მიყვარს ეს სიმღერა და უამრავი მისნაირი, რომელიც აგერ წერს და დიდი მადლობა სოფოსაც და ადამიანებსაც, რომელსაც მოსწონთ ეს სიმღერა, მაგრამ არ ვიცოდი თუ ეს ბატონის ზურაბის აი ხო რა რიცი აი ხა ეს მესიჯი მაგრამ არ ვიცოდი რომ თუ ეს ბატონის ზურაბის სიმღერა იყო რაც თქვენ თქვით რომ არ მიყვარს გამოჩენაო აი რა იცის მაგან რო არ მიყვარს გამოჩენა ხო ფიროსმანივით ხო არ უნდა იყო რა ჩვენწერია სხვა შორის მე ყოველთვის სხვა შორის ცხონებული ეთერი კაკულია მეძახდა რა ეგრე უნდა იყო ფიროსმანივით და ცუდი იყო ფიროსმანი ცუდი არ იყო, მაგრამ მე მომხრევ არ იმის, რომ ადამიანები სიცოცხლეშივე დააფასონ და არა მერე, მოკვდა თუ არა ყველა მაცხონაო, ცოცხალი არ შეიყვარო. ამის წინააღმდეგი ვარ. ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა იმ მესიჯებისთვის, რაც მოდის აქ ჩვენთან, იმიტომ რომ ჩანს ადამიანების სითბო და მე მომხრევ არ იმის, რომ როცა მღერით, როცა წერ, როცა ასრულებ, უნდა იცოდეს ხალხმა, რომ რადიოში ვერ ხედავენ და იქ ვერ ხედავენ, ხო, ეგ არ არის საშუალება და უნდა ჩანდეს ადამიანი. ზურა ბატონო, მე ხა მინდა გადავიდე თემაზე, სანამ კიდევ ერთ საინტერესო კომპოზიცია შევთავაზებ ჩვენ მაყურებელს, ეს არის ებრაული ქართულ ებრაულ მეგობრობასთან დაკავშირებული დუეტი ჩვენს მეგობართან, ბადრი ჭანაშვილთან და სანამ ამას შევთავაზებთ და სანამ ნომერ მეორე ვიდეოს გავუშვეთ, მინდა გკითხოთ სულ ახალი ამბავია, მე რამდენადაც ვიცი, 3 მარტს ხო? თუ ხوار მეშლება 3 მარტს დაგეგმილია განსაკუთრებით ემიგრანტებს მოეწონებათ ეს ინფორმაცია და ემიგრანტებს რომელიც იტალიაში იმყოფებიან და უფრო კონკრეტულად კიდევ ქალაქ ბარში იმყოფებით მოგეწონებათ ეს ინფორმაცია ბატონი ზურავ ჩინჩალაძე ატარებს აი მე როგორ კონცერტი იქნება იცი ზუსტად გეტყვით რომ ძალიან მაგარ კონცერტს რა თუმცა ბატონ ზურავთან ერთად იქ იმღერებს ჩვენი ძალიან კარგი ბიჭი ახალგაზრდა ყმაწვილი და ზუსტად რო ვიცი რომ თქვენ ძალიან გიყვართ ემიგრანტებს ესადმე გიორგი დათიაშვილი აი ბატონი ზურა და ბატონი გიორგი 3 მარტს ბარში იტალიაში ჩაუქროლებთ ბარს ხო ქართული ემიგრანტებისთვის თავენ და მომიყევით მოდი ამ კონცერტზე რა როგორ რანაირად სატარდება როგორ ეს ამ კონცერტის იდეა იყო ჩემი აი რომ თქვი წეგან ხატრებთან ვიყავი სტუმრად მეთქი ჩემი ზაზა ბახუაშვილი და თამრიკო საბიაშვილი ისი ძმა არის უმცროსი ძმა რომელიც ინსტრუქტორია გაური პოლიციის და გავარჯიშებს ჯუდოისტია გორელი არის ქართველი ჩვენებო ამისი იდეა იყო გია საბიაშვილის და გვერდში უდგას თავისი მეუღლეც
ლამაზი ქალბატონი მანანა და იდეა იყო და ბარემ აქ ახარო ევროპაში და ჩამოგვისეირნეო და თან ქართველებს შეგავხედრებთო რა და ძალიან ცოტა 20 კაციანი სუფრად ვიკეიფეთ და 1-3-4 სიმღერა უმღერე გაგიჟებულები იყვნენ უნდა თუ შენთან შეხვედრავო და იცით რა არის მოწყვეტილი რო ხარ შენ ქვეყანას კი ბევრნი არიან და ვიღაცა ქალები მოდიოდნენ თითმადებდნენ შეიძლება თით მართალი ხარო ხო და აი ნუ აქედან ჩასული მათთვის და მე წარმომედგენი ახლა კონცერტზე რა ამბავი იქნება არასოდეს არავინ არ ყოფილა არ ჩამოსულაო აქ ესპანეთში ჩადიოდნენ ხოლმე აი მამუკაონაშვილი ზურადოვიჩაშვილი მაგრამ იტალიაში არასოდეს არავინ არ ყოფილაო ერთი 20 წლის წინო რუსეთიდან იყო ბუბაო ჩამოსულიო ეს არ მქონე ანუ რა გამოდის არავინ არ ყოფილა პირველი მერცხალი ვარ და თუ ეს კონცერტი ვერ დავტიეთ და აი ეს დიდი დარბაზია თუ ვერავ და სტადიონზე მოგონთ მე მარტო ვეღარ გავკაჩავ მთლიან ხელა კონცერტს და ჩვენ მომღერლებს ერთად რატომაც არა ეს კიდევ ერთი კულტურული ხიდი იქნება მაგათაც დაუდებ ხელშეკრულებას დავდებ ეს კიდევ ერთი კულტურული ხიდი იქნება და მე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ რომ აგერ 3 მარტს დედის დღესთან დაკავშირებით მაგიტომ დავამთხეთ 3 მარტი კარგი ბევრი დედები იქნებიან დარწმუნებული 3 მარტი ავირჩიეთ ეგ ქალბატონები წასულები არიან ბარში რამდენი 80% ქალბატონი იქნება და ზოგ შვილი აქ აყავს და ენატრება თავის შვილები და ნუ დავახაროთ დარწმუნებული ვარ აგერ ბატონი ზურა ჩინჩალაძე ჩვენი გიორგი დათიაშვილი მithmetas ორივე რეპერტუარს კარგად ვიცნობ ზეპირად ვიცი და ზუსტად ვიცი რომ ეს სიმღერები თქვენ მოგწონთ და მე ბედნიერება მხვდა წილად იმედია ვიზას ჩამირწყავენ რომ თქვენთან ერთად იმ ქართველებს მოვეფერო ვინც ჩვენ ბარში დაგვხვდება 3 მარტს მე ბედნიერება მხვდა წილად ამ კონცერტის წამყვანი ვიყო და შესაბამისად მეკპირდებით ბატონ ზურაფო ჩვენი მაყურებლისთვის ჩამოვიტან კარგ ფილმს გავაკეთებ იქ მოდი აი აქვე შეგპირდებით რა პირდაპირ ეთერში კარგს გავაკეთებ ფილმს გავაკეთებ სადაც აი ქართველების მოღვაწეობა გამოჩნდება აი ბარში მყოფი ქართველების და ჩვენი კონცერტისაც რა თქმა უნდა მოვეფეროთ ჩვენს დედიკოებს იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ რომ უამრავ ემიგრანტთან მაქვს მიმოწერა Facebook-ით დაილოცოს სუპერბერგი რა კაი რამ მოიგონა ეს და ვიცი მათი ნოსტალგიის ამბავი რა და ზუსტად ვიცი რომ გელოდებიან თქვენს და გიორგი დათიაშვილს მინდა რომ ახლა აქედან ეთერიდან მადლობა მოუხადო გოგას აუცილებლად ეგ ცალკე თემა კიდე დამასწარი ახლა მე ხო ძალიან დიდი მადლობა იმიტომ რომ მთელი თუ ამას როდესღაც ნახავს ან ამერიკაშია ხომ როგორ გოგას პირდაპირ დღეს ვანახავ ხო და იცით რა არის მთელი იტალია რო იცოდეს სადაც შევედი რომელ ოჯახში სადაც ტელეფონებში ყველას აქვს ექსაიტი მოდი მე განვავრცობ მაშინ გოგა გოგილაშვეზია საუბარი ჩემს მეგობარზე რომელიც ამერიკაში ცხოვრობს უკვე 12 წელზე მეტი ხანია და თავის საქმეს აკეთებს იქ და ქართველი ემიგრანტებისთვის აკეთებს იმას რასაც ქართველი ემიგრანტები ყოველთვის მოუთმენად ელოდებიან ეს იქნება საქართველოსდან წასული ინფორმაციები სხვა შორის ამ შემთხვევაში ჩვენც და გოგაც სტარჯის და გოგა ჯიჯიც ხო ერთი და იგივე საქმეს მომსახურებით ჩვენ ზმაკაცობთ ერთმანეთთან და ერთმანეთის პროექტებს ყოველთვის ხარში უდგევართ და გოგა უკოყმანოდ დამთანხმდა რომ ვთხოვე რომ გოგა ჩვენ ძმა უგჭირდება შენი საინფორმაციო ხარდაჭერა გოგა რაზეა საუბარი მეტი რა გვეთქეს მარტივად მომეცი რა გჭირდება მივეცით გუშინ გაუგზავნეთ აფიშა პლაკატი და დიდი მადლობა კიდე გოგა გოგილაშვილის იმის გულის რომ აი ამ ბარის 3 მარტის კონცერტს გვერდში უდგას სატარდება სხვა შორის მაინტერესებს კონცერტი სასტუმრო ვიმე რაღაცნაირი ექსელსიორ რაღაც სახელი 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს საკონფერენციო დიდი დარბაზია იქ რაღაც 500 კაციანი თუ არ იმიტომ რომ ისეთი ძვირი ღირდა იქ საკონცერტო დარბაზი და თუ ეხლა კარგად ჩაიარაო ეს თუ ჩაივლის გამეორება უნდა თუ რაღაც აღნიშნული კარგად ჩაივლის რაღაც 10000 კაციანი ეხლა მე უკვე წავუყვანთ აქედან სხვა მომღერლებს უკვე ხო ისეთი ის იქნება თემა ეხლა მithmetas წეღან ახსენეთ დარბაზი როგორ სტადიონივით არის რა ეს როგორც ჩვენი სპორტის სასახლე მაგარი დარბაზი აქვს მაგრამ ამ შემთხვევაში ეს კონცერტი დადგება სასტუმროს დარბაზში ხო ეს მომავლისთვის თუ რაღაცა იქნება მე მომავლისთვის კიდე მოგიწევ და კიდე გავაცნობ ჩვენს თეატრშიც გვინდოდა მაგრამ პატარებია იქ 200 კაციანი 300 კაციანი და ეს ცოტა დიდია კარგი, ესე იგი, ვისაც კაციანია დარბაზი. მოდი, იცი როგორ თქვა, ვისაც დაგაინტერესებთ კონკრეტულად, არ ვიცი, კიდაც ბატონ ზურა ჩინჩალაძის საიტზე შედით და გიდევს ხო, მე მგონი აფიშა იქ თქვენ არ გიდევთ.
მე არ შევდივარ Facebook-ზე და კარგით, მაშინ შეგიძლიათ ჩემს Facebook-ში ნახოთ ეს აფიში. ზურას Facebook-ში ნახოთ და კონკრეტულად დეტალები იქ იქნება იტალიელ ქართველებს მიმართავ ბარიში იმყოფ ქართველებს ემიგრანტებს რომელსაც შევლათ. ნუ ეს მოვილიოთ ეს თემა. ზურა ბატონო, მე მაყურებელს მომზადე დუეტი ქართულ ებრაულ ურთიერთობასთან დაკავშირებით თქვენ და ბადრიმ გააკეთეთ ეს დუეტი. სახელი რა ქვია არ მახსოვს ხოთ ჩვენ ქართველი და ებრაელი. ქართველი და ებრაელი, ასე ქვია სიმღერას. ეს არის არ ვიცი. აი ხა ბადრი აქ არის, მე მგონი ბოდიში გაწყვეტინე. ხო, თბილისშია? თბილისშია, მე მგონი მე მაშინ ვიყავი საფრანგეთში, რომ ღამე წერდი რაღაც და გავიხედოთ სადახარო და იმას თბილისში ვეგონა, გირეკავ და არ იღებო და მე ვთქვი მე ხა მაშინ მარსელში ვარ მეთქი. ხო. თუ არ მახსოვს სადღაც ვიყავ და რა უნდა სასაცილო რა არის მე და ბადრი მეგობრები ვარ ძველი და სოფლიოს ისეთ ქვეყნებში ვარ ნამყოფი მე და ამასაც სუხშვილების ის მეგარმონეები ჩემი მეგობარი მერაბ შეუკაშვილი საუბრობთ ახლა ეგენი რომ დადიოდნენ მას დავდიოდი ესე იგი ისეთ კუნძულებზე ვარ ნამყოფი ნიუეო და ფიჯის კუნძულები და ის და ყველგანა ვარ თითქმის ისრაელში არასოდეს არ ვყოფილი ვარ ვა აზზე ხარ ეს ბადრი მიცის მე როგორ არის ის ხო და იქ ხალხს გონია რომ ისრაელშია გადაღებული ეგა არა და თბილისშია გადაღებული და ისია დამონტაჟებული რომ ხო გონია როდის იყავიო არა ყოფილი ვარ არც ახარ ნაყოფი ნუ აი ეს მონტაჟის ძალა ეგა წმინდა მიწაზე და მე სიმღერა იმიტომ დავწეროთ რომ ჩვენ ქართველებს და ებრაელებს გვიყვარს ერთმანეთი პატივს და მოდი ვისურვოთ რომ ისრაელშიც კონდეს ერთი კარგი კონცერტი. არა, მე ისე მინდა ჩავიდე რომ აი ლამაზად. რატომაც არც ერთ ქვეყანაში ულამაზოდ არ ჩავდივარ. ხო, ისრაელში რატომ უნდა ჩავიდე? მოკლედ მე მერაბის უდო და ამასთან წამოვა ისრაელში. ხო, და მერაბის თვითმფრინავის ისე ეშინია, მე მგონი ისრაელში კი მანქანი წამოვა, რომ წამოვიდეს, ხო? ხო, არა, მერაბის წაყვანა მინდა იტალიაში, რომ იქ დიდ კონცერტზე. ხო და მე მანქანით წამოვალო და ეხა მანქანით ამხელა წრეულა და არყას იტალიაში. მერაბის ჩემსავით ეშინია თვითმფრინავის და იმით. რამ შეგაშინა თვითონ. ო, მე სოხუმის ომის დროს ავიკიდე ეშიში ეს დიდი ისტორია. ო, მაგრამ მე ვოცნებობ კოსმოსში, აი ესპანეთში ამბობდნენ, რომ 2020 წელს მიფრინავს მარსზეო და მე თვითონ ჩავეწერო. ვინ წაიყვანა? არა, დიდი მადლობა დავრჩები, ეგრე ჩემთან თბილისში ვიქნები. ხო და მაყურებელს ვეტყვი, ესე იგი, ეს დუეტი, რომელსაც ახლა მე შევთავაზე, მაყურებელს არის თქვენი და ბატონი ბადრის დუეტი, ასეც ქვია, ქართველი და ებრაელი და მე ვთვლი, რომ კიდევ ერთი მარცვალი ჩაიდო ქართულ-ებრაული ურთიერთობების პოზიტიური იქ არის დაგვირდებით სიტყვები არის გულღია და მადლიერიელი ჩვენ ვართ გულღია და ის მადლობელია მადლიერი მოდი ვნახოთ აბა ერთი რა ტექსტია და რა კლიპია მე მაყურებელს შევთავაზებ სულ სამწუთიანი კლიპია და ქართველი და ებრაელი უყუროთ მოკითხვა აქედან ჩვენს ბადრის ბედის ვარსმავო ტყბილო წუთის სოფელო უჩაქრები ნუ დამთავრდები მინდა ძმობას ვუმღერო მოგეფერო და გავიტყო ძველი დარდები შენი თბილისელობა სულის მშვიდი ბუნება ათბობს ისრაელის მზესავი მადლიანი სიმღერები გულსედება მაძლიერებს კლდეს ავი ერთის ის quesiketeze lopsulos Mugia da madlierieri Zvelubashi zmobassebi cebian Kartveli da ebraeli Dalutsvili kasheli tvreta rotsa gwindeba Čvetartveli ghighingunets Zmaumale mestumre momenatre და გახვედრებულ ხინის ბულბულებს ჩემი ებრაელობა და შენი ქართველობა ჩვენ ძმობასთან ვიდგას ავდებად ძმაუმალე მესტუმრე ისრაელში ხინით არ დამთავრდება ერთის ის quesiketeze lopsulos Mugia da madlierieri Zvelubashi zmobassebi
ებრაელი საუკუნეებს ებრძოლებიან საქართველო ისრაელი მაგრამ ალაცნობას ვერ ელევიან ქართველი და ებრაელი Siketeze lotsulos Turia da madlieri Svelu pašit obas epicebia Kakveli da ebraeli Erticis peš siketeze lotsulos Turia da madlieri Svelu pašit obas epicebia Kakveli da ebraeli ქართველი და ებრაელი აი დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში ეს ბოლო კადრი განსაკუთრებით მომეწონა ეს წამოდგომა და ქართველი და ებრაელი. ანუ შესანიშნავი ნამუშევარია. მე ფათაშორის ბადრი ამბობს ხომ 1 მილიონად ღირს ეგ წამოდგომა ქართველი და არა, ის კარგად მოიფიქრე. შესამჩნევი ის არის. გულით ხარ წამომდგარი და გულით გაქვს ნათქვამი. ქართული ასე ვთქვათ კადრები თუ არ ვცდები ჩვენი მეგობარი ჯონის გადაღებულია. ჯონი ელაშვილის. და ჯონისა ზავი. მისი დამონტაჟებულია, მისი გადაღებული და ისტორიას დარჩება ეს შესანიშნავი. რეჟისორის თვითონ იყო და ყველაფერი. ძალიან კარგი აი შესანიშნავი ნამუშევარი. ისრაელშიც კადრები იქიდან არის წამოღებული. ბერიაშვილი გიორგი დათო ბერიაშვილი იღებდა იქ ისრაელში. აი ესე აეწყო მე და გამოვიდა შესანიშნავი ნამუშევარი, მე მგონი მშვენიერია. წინამდეგი ისე ერთი კონცერტი გინდა ისრაელში. აუცილებლად მე დარწმუნებული ვარ ჩვენს. ამ იქითა შემოდგომას თორე ახლა იმდენი რაღაცებია დაგეგმე. ჯერ არა, ჯერ მოითავე ახლა ეს იტალია მე. არა, ახლა იტალიის ის რო გაიგო და უკვე არის ლაპარაკი ისე ჩვენ სამზე. მე ხო ჩემი პროდიუსერი იქ არის წასული, იქ არის რა ქვია, საბერძნეთში, ქალბატონი ლია ყარმაზანაშვილი და ეგ სამივეო აქ უნდა გავაკეთოთ აუცილებლად. რატომაც არა, მოდი ერთი სერიოზული კითხვა მაქვს. მე შენ და გიორგი დათიაშვილი. კაი, ესე ვთქვათ, ტრიო ვართ. მე ერთი სერიოზული შეკითხვა მაქვს. ხუმრობა იქით იყოს და ქართულ რეალობაში არსებული მდგომარეობა, ხელოვნებაში რა მდგომარეობაც ახლა ჩვენ გვაქვს, ხო? მე პირდაპირ ვამბობ ხოლმე რომ არ მომწონს თქო. ზურგით მივათრევთ აი ქართული ხელოვნების და კულტურის აი მიმართულებას, რასაც საესტრადო და მუსიკალური მიმართულება გვაქვს. ბესო, მე მიგიხდი, შპაბოდში გაწყვეტინებ, მაგრამ შეიძლება რაღაცა ერთი წუთიანი რაღაცა მოვყო. როგორ არ შეიძლება ჯერ გვაქვს დრო? მე ბავშვი ვერ ვიტყვი. მე კასტილფორტია ესეთი პატარა ულამაზესი სოფელი, კასტილია ლამანჩაში. და მიმიწვეს იქ ვიყავით, დამპატიჟეს კონცერტზე, სადაც საბავშვო კონცერტი იყო და დიდებმაც მიიღეს მონაწილეობა ეკლესიაში იყო. იქ კათოლიკური ჩვენთან ახლა რომელ ქვეყანაში? ესპანეთში. ეხლა ერთი 2-3 კვირის წინ. გამოვიდნენ რაღაცა სკოლის ბავშვები იყვნენ, მუსიკალური სკოლის. მე მაგალითად ჩვენთან აქ ვინ გამოიყვანს კონცერტზე? ვაიმე რა საშინელება იყო. ნუ სკრიპაჩმა დაუგრა. ჩვენი ბავშვები არა განათლება აქ ჩვენთან უმაღლეს დონეზეა, ნიჭი აქ. ანუ მაგის თქმა კიდევ რომ მაგრები არის. ეხლა წარმოიდგინეთ ეხლა ბავშვი, ნუ კაი ბავშვს ეხლა 5 და 10, 7 წლის ბავშვს ეპატიება ცუდი დაყვრა დაუშვათ ვერ უკრავდეს და 13 წლის თუ 12 წლის ბიჭი დაждდა და ცარიელს იმებდა და უტაში და რა ჩვენთან მახნის ბავშვი დაგინგრებს გიტარას მაგრამ პატრონი არ აყვავს მაგით რის თქმა გინდა ეხა რატო რა ნიჭით ჩვენ მაგრები ვართ საქართველები ნუ გასახანი არ აგვაქვს მაგაშია ზუსტად საქმე რო გამაწყობა იცით რამდენი ნიჭიერა წერს მუსიკას რამდენი მეუნება რომ საწავყვანო მე თვითონ იმისი არ იყოს მე და 10 წლის წინანდელი ამბავია მე და ბორიას გვეუნებიან
აი სიმღერა მოგვასმე გამაყიდინებსო და ბორიამ უთხრა სად მე ვერ გადმიყიდია და სიმღერა ბორია? შხიანი ხო. ხო, აი სწორად გამაწყვეტინე მაშინ მოდი ასე ვიტყვი, იმიტომ რომ ზუსტად მაგ საკითხზე მინდოდა მე მაინც ახლა შენ არ გიყვარს ეს ჩაძიებები, მაგრამ საერთოდ ვეძებ რეცეპტს, რითაც შეიძლება მკურნალობა იმ პრობლემისა, რა პრობლემის წინ ესე ჩვენი ქვეყანა დგას. სად გვაქვს პრობლემა? სად გვაქვს რეცეპტი, რაშია გამოსავალი? კაი, გავიგეთ, გავიტანეთ ეს ჩვენი ხელოვნება. არა, მე არავის არ ვადანაშაულებ, უბრალოდ ჯერ საქართველოს ისე არ ულხინს, რომ ჯერ სხვა პრობლემები გვაქვს, რომ რატო შეკაცოებში მივით მივდიოდით, რა ქვია, სიმღერით და გიტარებით და რატო ნუ მე უბრალოდ ვამბობ, აქ საქართველოსია დიდი ნიჭი. მარტო ხელოვნებაში არა, ყველაფერს სფეროში. რომლის რეალიზება უნდა მოხდეს სად? არაფერი დაუშვათ რაღაცას, რომელიც ჩვენი დაუშვათ მათემატიკაში, ჩვენი ბავშვი რაღაცას გააკეთებს, იქაური ვერა. მაგრამ ორს მიუმატოთ 2-ო და 4-ო და ხალხი ტასუბრავს მალათეც. მივხვდით რა ხდება. ანუ ჩვენ გვჭირდება ცოტა უფრო მეტი მე მათემატიკოსებსაც შევხვდი იქ უნივერსიტეტი აქვს. იქ ოღონდ მე ქართველები არა, უბრალოდ ქართველებს რა უნდათო. ზარმაცები არიან არ ვიღებთო. მადრიდის უნივერსიტეტი კერძო. რატო ზარო სახელი გვაქვს გაფუჭებული? თუ რატო? ნუ იქ რო ჩადიან იქ ცოტა სხვანაირად რო იქცევიან იმაც არ ვიცი ნუ მე რო ქართველებს არ ვიღებთ კი არა ყავსო სულ ესპანელები არიან მოდი ისა რა ქვია მე ჩემო ძვირფასო ევროპა და ყველა სხვა დანარჩენოც რა ერთი კარგად იცოდეთ რა თქვენ რომ მოდიოდით ჩვენ მივდიოდით უკვე და ზეზო და მზიაზე აღარ ვლაპარაკო ნუ გგონიათ რომ იქ სადღაც ცუდი ყველგან გამოერევა უბრალოდ რო გინდოდეს ჩვენ და საქართველოს ჩამორჩენილი არა ჩამორჩენილი ვინ არის იქ კიდე ბანკომატში რო გინდოდეს საღამოს 2 ღამის 2 საათზე მე გავალ და ქუჩებში დგას გინდა შევიტან გინდა გამოვიტან იქ ცხრის მერე რა ტელეფონზე ვერ ჩარიცხავ და პულს ვერ იყიდი ხო არა ხო ასე რომ არც ისე ქუხს როგორც წვიმს თუ როგორ არ პირიქით არც ისე წვიმს როგორც მე კიდე მგონია საქართველოს გაცილებით წინა ვარ საქართველოს გაცილებით წინ არის ბევრ რამეში უბრალოდ ამ ყველაფერს ვერ ხედავ და ცოტა კარგად ფული არა გვაქვს კარგად დაპირება გჭირ ხო კარგად დაპირებას კარგი ფული ჭირდება და ამიტომ მე ევროპელ მეგობრებს მინდა მიმართო რომ აი ჩვენო ქართველ ემიგრანტებო გადაეცით რომ ასე არ არის ჩვენ ყველაზე მაგარი ერი ვართ ყველაზე მაგარი ქართველები ვართ და მე რა რომ ცუდიც გამოგვერევა ეხა კარგებში 1-2 ცუდი გამოგერიოს ეგ არაფერი არ არის კარგები უფრო მეტნი ვართ ასე რომ ნურც ევროპას და ნურც ჩვენს რუსეთს და ნურც იმას რა ქვია თურქმენეთს და თურქეთს და ყაზახეთს ნუ ეწყინება რომ ჩვენ ესეთი მაგრები ვართ ეს ხუმრობით მაგრამ ეს ესეა გინდა მუსიკაში და გინდა მათემატიკაში აიღ და გინდა დარჩენ რაღაცებში უბრალოდ ჩვენ არ ჩანვართ აი დაჩაგრულიერი ვართ რა ხო ბევრმა არის ქართველი არა ეხლა გაგვიცნეს ხო ნელ-ნელა გაგვიცნობენ კიდე ეხლა აგერ გვითხრეს საზღვრებს გაგიხსნითო ეხლა ხო იმაში რა ქვია ევროპაში ზაფხულისთვისო კი ბატონო მობრძანდით გაშილი ხელით გველოდებითო რაღაც დიდი იმედი არ მაქვს მე მაგ საზღვრების გახსნის მაგრამ ღმერთმა ქნას ახდეს ყველაფერი უფრო მეტად დაინახავენ ჩვენიც მაგრამ ეს მომავლის საქმეა ჩვენ თუ არა ჩვენი შვილები მაინც მივლენ იქამდე იმიტომ რომ ცოტა უფრო სხვანაირი ბავშვები არიან ისინი. ზურაბატონო, მე ერთი სიმღერა მაქვს კიდე მომზადებული, ძველი სიმღერა დუეტად არის ჩაწერილი, მაგრამ ამ სიმღერას ხვების მღერიან. უბრალოდ მე მიყვარს ეს მუსიკა და ეს ტექსტი, თქვენ და ნუც სიმღეროდით, ადრე თუ გახსოვთ. მე და ვის ბევრთან ერთად მაქვს. კი, ძალიან ბევრთან, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში მოვნახე ნუცისთან ერთად, რომ ეხა ეს გოგონაც ემიგრანტია და იმიტომ შვილი თავარი ჩემთან. კი, იმიტომ ამოვარჩიე ეხა ეს სიმღერა, რომ ნუცი ემიგრანტი ხდა იქ გათხოვდა იქ შვილი ყავს და მინდა რომ საზოგადოებას კიდევ ლამაზი ოჯახი ყავს. კი, სასიამოვნო სიმღერა შევთავაზო ბატონი ზურასი, რომელსაც ამ შემთხვევაში ნუცი პატარა შვილია, თუ არ შენ ხო გახსოვს, ხო იცი? უბრალოდ მახსოვს, ძალიან კარგად მახსოვს, უბრალოდ ემიგრანტებზე რა ხან საუბრობთ. შემდგომშია გაზრდილი ეგ ბავშვი და ემიგრანტებზე რა ხან საუბრობთ, მინდა მაყურებელს შევთავაზოთ კიდევ ერთი ქართულ ემიგრანტთან ჩაწერილი სიმღერა, გთხოვთ. ჩალაძის სიმღერით შენ, რომელიც რა თქმა უნდა სიყვარულზეა, სცენაზე ზურაბ ჩინჩალაძე და ნუცი. აბა შენ და
მდელოთი იმედით გელოდი მაგრამ შენ თურმე სხვის გაზაფხულს ზესავით ჩველოდი მუზები გეძებე ტირიან გედები წრემლები წვიმა გვალს არაშლის გლავნისლით ფენდები გელი გელი მოგელი მე წუთი წუთი ყოველი დაჭდილი ვიდამდე ცხოვრების გზებზე და მაინც მოგელი გელი 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 მოგელი მე წუთი წუთი ყოველი შენ გაზაფხულის ახალ მახარობელი ამ გულის ტაძარში შენ სანთლად გადამრჩი ჩვენ სამბავს ალბათ ხვალევიღას წიგნივით გადაშლის და მაინც ამ ლოცვი შენს გზაკვალს დავკოცნი სიცოცხლეს მე შენ სადღეგრძელო ბოლომდე გამოცლი გელი გელი მოგელი მე წუთი წუთი ყოველი დაჭდილი ვიდამდე ცხოვრების გზებზე და მაინც მოგელი გელი 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 მოგელი მე წუთი წუთი ყოველი შენ გაზაფხულის ახალ მახარობელი წუთი ყოველი დაჭდილი ვიდამდე ცხოვრების გზებზე და მაინც მოგელი გელი 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 მოგელი მე წუთი წუთი ყოველი შენ გაზაფხულის ახალ მახარობელი შენ გაზაფხულის ახალ აი დაგიბრუნდით ჩემო ძვირფასო ტელემოყრობილო ამ შესანიშნავი სიმღერას ხო შორს გიამღერის კიდე სურამლოში რაც ახლა გამახსენდა ამ თქვენ სიმღერას ზურაბატონო და სწორედ კარგად ღერის კი რა ვიცი 2 წუთი დაგვრჩა გადაცემის დასასრულამდე ასე მალე გაილია ეს დრო ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაგიხადო მობრძანებისთვის და ჩვენ მოვლილი გვაქვს მთელი საქართველოს ნამყოფი ვართ უამრავ კონცერტებზე დუშეთში ვიყავით თქვენ კონცერტზე იქ ფოტოში რავი სადღაც სადარ გვივლია და სადარ ყოფილვათ რომელ რაიონში და რომელ ქალაქში და ყველგან ტას გიკრავენ და ყველგან დიდი სიამოვნებით ხდები და უნიჭერესი ადამიანია უნიჭერესი კაცია და მე მიხარია რომ აი ესე საზღვარგარეთ გაგაქვს ეს ჩვენი ქართული ზურაჩინჩაძის სახელით გაგაქვს ქართული ნიჭი და ქართული სიყვარული. ამისთვის მადლობას გიხდი. 1 წუთი მაგ და შემიძლია დაგითმო. მე კიდე არზე დავემშვიდობები ჩემს მაყურებელს, რომ არ შეგეშინდეთ ქართულ ჩვენზე ნიჭერეი ვერავინ ვერ არის, ვერც ამერიკელი, ვერც გასახანი არა გვაქვს. ეგეც გვექნება მალე. გვექნება ცოტა. ნუ იქ დავრწმუნდი კასტილფორტეს ეკლესიაში, რომ 15 წლის პიანისტი გოგო გამოდის და ტაში შეხვდნენ და ჩვენი 15 წლის პიანისტები ჭამენ როგორ ასე რომ არ შეგეშინდეთ ნიჭიერები ვართ ჩვენ ვიტყვით დედამიწაზე სიტყვას ქართველები ჩვენ უკვე კოსმოსში გვაქვს ნათქვამი სიტყვა ჩაკროლოტრიალებს კოსმოსში ასე რომ დედამიწაზეც რაღაცნაირად მოვაგვარებთ ზურაბატონო კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მე ჩემ გადაცემებში ხშირად ხუთშაბათობით გამმეორდები ხუთშაბათს ყოველ ხუთშაბათს 5:30-დან ვიქნებით ხოლმე ეთერში ვარ ხოლმე ეთერში გადაცემა პირისპირ და ხშირად გავიხსენებთ ხოლმე იმასაც შევახსენეთ მაყურებელს ემიგრანტებსაც ჩვენებურებსაც
და კიდევ ერთხელ პირდები, რომ მე მგონი მედია ყველაფერი კარგად იქნებოდა, შესანიშნავ რეპორტაჟს ჩამოვიტანთ იტალიის კონცერტიდან სპეციალურად ჩვენი მაყურებლისთვის. მე მინდა იმ ემიგრანტებს მოვეფერო და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაუხადო აქედან სათითაოდ მოვეფერო სულ ყველას. ეს იქნება იტალიის ქალაქი ბარი, თუ იქნება, არ ვიცი, საბერძნეთი თუ ისრაელი, არ აქვს მნიშვნელობა. მადლობა მობრძანებისთვის. პირიქით მადლობა. ჩვენ მომავალ ხუთშაბათს 5:30-ზე შევხვდებით ეთერში ერთი საქველმოქმედო ღონისძიების გაშუქებით. დროებით ნახვამდის კარგად.